ჩემო ხარხო. მე მინდა შემოგთავაზო სამსახური. ნუ შენ ალბათ იცი რომ საქართველოში მაქვს რესტორანი. ხო. და შენ იქნები მთავარი მენეჯერი იმ რესტორანის. ლევანმა მეც დამაწყებინა მუშაობა. მართლა? საინტერესოა სად დაგაწყენა, მაგრამ იცოდე, ხო ხედავ? თავარი მენეჯერიო. ეხლა უკვე ცუდ ჩემს სამსახურზე ვერაფერს ვეღარ ეთქვი. სად დამაწყებინა და იმ რესტორანში, სადაც შენ თავარი მენეჯერი ხარ. აი ეს ცოტა არ მესიამოვნა. რა თანამდებობაზე? დირექტორად. დამთავრდა ყველაფერი. რა იყო რა? ეთქიმა ერთვიანი დიეტა დამინიშნა. არა, ძალიან კარგი. ნიკას სიცხე აქვს და ფილტვების ანთება აქვს, ექიმა გითხრა. ხო. დე, ფილტვების ანთება რომ აქ ანუ შიგნიდან ვანაცებ? ხო და აი ესე ელენე დავრჩი ესე უპროდიუსეროდ რა ვქნა, წარმოგიდგენია? კი, თეკლა, მე 17-ად მიყვები ამ ამბავს და ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად. მარინა, არის ხო სამსახურში საჭმელების გატანების ულამაზეს ტრადიციას. კია, ხო იცი, ახალი უფროსია სამსახურში და ახალი წესები. ყველა თანამშრომელმა სახლიდან უნდა ატაროს საჭმელი. კი, მაგრამ მე ისიც ვიცი რომ ეს ახალი უფროსი შენ ხარ. აი, ამდენს მაინც რა შტენი ამ საწუდავ კალაში, გამაგებინე. არაფერი, კატლეტი, პიურა, საწებელა, პური, ატამი და ნამცხვარი. ახალი მეტისმეტია, მარინა, ბევრი აუ. შენს უფროს წაუღე და გაეხარდება. მარინა, მაგაჟობიადე, სოუზე დამემატურა კიდე რა. კარგი რაგია, არ შეიძლება რა, მოკლავს ეგ ქოლესტერინი შენ. ეს საჭმელს არ მიმატებ და ხელფას მომიმატებ მე. მაგ მაშინ. ეს მიხარი, სასტანგებლო საკვებიდან რა გვაქვს სახლში? რა გვაქვს და ხიზილალა, ზუთხის ფილე და სვია. ძალიან კარგი, ყოჩახ მარინა, ყოჩახ მე არაფერ შუაში ვარ, ლევანმა იყიდა ყველაფერი. ვითამარეს ის რა, რომ ვერ ვიტა თევზეულს. ამის ოჯახი იმპერიალისტური საჭმელი. ლევან. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. როგორ გეძინა? კარგად. დილაც კარგია, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტეთ ცოლი მოვიყვანოთ. მე თვითონ მართა მელეძინა ამას კარგად რაღაცა დაესიზმრა. ხო, ესე ასე უცებ ახლა როგორ მოიყვანს ცოლს? ჯერ უნდა გაიცნო ადამიანს, დაუახლოვო, უნდა შეგიყვარდეს. შეგიყვარდეს რა, ლექსიკი არ უნდა დაუწერო, ცოლად მომყავს. მაინც ვის მოყვანას აპირებს ისე? არ ვიცი. თავარია ქართველი ცოლი უნდა მოვიყვანო. ქართველი. ესე ოკუპირებული ტერიტორიები აღარ ყოფილით, ახლა უკვე ადამიანების მიტაცებაზე გადავიდეთ. არა, კარგია. შენიერი გადაწყვეტილებაა ქართველი ცოლის მოყვანა, მაგრამ იცი რა, აი ბორძომელ ქალს რო შეერთავ რა. რუსეთში მაინც არ შეგაყვანილებენ და. ცუდი სუნი დგას სახლში. ლაშა, რატო უყურებ კულინარიულ გადაცემას და რატო იტანჯავ თავს? რატო უყურებ იცი კულინარიულ გადაცემას? მერე ეს ნერწყვი მომდის. გესმის, ნერწყვი და ხშირად მინდება ტუალეტში. ხო. ანუ ეს ცხიმებს გამოაქვს ორგანიზმს გარეთ, ხვდები ხო?
ხო, აი ამიტომ უყურებ, ხო. გაშა შენ აგდის ეს ცუდისუნი? ჰა? ხო, მე. აი ყო იცილენე. დღეს ხო გადავწყვიტე დილით რომ მერბინა რა, მე ვარჯიში. და ვიფიქრე რომ უფრო ადვილად რომ გავხდე, პარკები შემოვიხვი. ეს პარკები რო შემოვიხვი, აღმოჩნდა რომ ყველიანი ყოფილა ეს პარკები. შედი მერე, შედი. აბაზადაში. ხო, შევა. გადავივლე წყალი. გადავივლე, მაგრამ რა ვიცი, არ გავდის შემოვიხვი. შედი რა. ისეთი სუნი რაღაცა. ჭადი მომიდა რა გამიკეთე. შედი. ხორეზიკო, ჩამოვალ და გამოგაცვევ წიგნებს. არცადაც არ ჩახვალ ნიკა, ვიცი რომ სათამაშო ჩადიხარ. არ გამოვიდა, სხვა ჩაიყენეთ კარში. ოდერა თუ არ მიშვე ფეზოში სიცხე ხო აღარ მაქვს რა. ნიკა, იმიტომ რომ ახალი ნაავადმყოფარი ხარ და მაგიტომ საერთოდ ბევრი ლაპარაკ შენჯობია ისმით, რომ ისწავლები თუ დალია. აზე რაც იყო ყველაფერი დავლია, დანარჩენებსაც დავლია, ოღონდ გამიშვი რა ეზოში რა, გთხოვ რა, გამიშვი რა. და საერთოდ არაფერს არ გავაკეთებ, საერთოდ არაფერს არ გავაკეთებ, არც ვითამაშებ. რა მინდა ეზოში? დომინოს ვითამაშებ. არა ნიკა, არა, ვერ ჩახვალ ეზოში. და შეიძლება ისე გაცივდე, ვერა. გთხოვ რა, გამიშვი რა და გპირდები ყველაფერს შეგისრულებ. და იმასაც გპირდები, რომ ამას რო გპირდები, ამასაც შეგისრულებ. გამიშვი რა. გამიშვი და თუ გინდა აღარ გამიშვა. არა ეს რაღაც გთხოვ გამიშვი და კარგი. გთხოვ გამიშვი რა დერა, გთხოვ. არა ნიკა, არა, ვერ გაგიშვებ და საერთოდ მორჩეთ ამაზე ლაპარაკს. გთხოვ, გთხოვ. რა უნდა ამას რა? აი მლაშა ეზოში უნდა ჩასვა და ვერ ჩავა ეზოში, იმიტომ რომ ახალი ნაავადმყოფარია და შეუბრუნდება. ვაშები და შენ მაინც უთხარი რამე რა, ისე მინდა ეზოში ჩასვლა, რომ ამიდან გადამაგდეთ. რა პრობლემაა? კარგად დე! კარგად! აშა! ფაქრა ნიკა, და შენი არ გიშევს თორე მე დიდი სიამოვნებით გადაგაგდებ. აქედა გადაგაგდებ გინდა? ხო, ვიდა. სანამ სუფრას გავაწყობ, პური ამოსატანი. მარინა, იცი რა, ჩავიდოდი, მაგრამ ჯობია ფულს მოგცემთ და არ ჩავალ. მე ერთადერთი ქალი ვარ და ვერ ჩავალ. აჰა. მე ოჯახის უფროსი ვარ და. მაშინ ნაცად მეთოდს მივმართოთ. მართალი ხარ. ბადა გამარჯობა ვარ. ბადა არ გინდა? პურზე რომ ჩახვიდე, ამოგიტანო და ხურდა შენ დაიტოვო. კი მინდა გია, მინდა როგორ არ მინდა. გამარჯობა თანამდებო, გამარჯობა პარტნიორებო. როგორ ძანდებით ხარ? რა ვქნათ ხარ, არ გამოგიდეთ პახმელიაზე, ჰა? ვარა ვარ პახმელიაზე. რა ვქნა პახმელიაზე რა ვარ? გუშინ, აქ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი, ხო დავლიეთ ძალიან ბევრი. ბადა, იყო გუშინი და შენ ისე დათორე რომ 32 საათი გეძინა და ერთი დღე გამოტოვე. მე რა ხდება ახალ და საინტერესო აბა? მე და მარინო ვაპირებ სამსახურს წასვლას. ბატა, მე გადავწყვიტე, ცოლი უნდა მოვიყვანო. კი, სიმპათიური, კარგი ქართველი გოგო. ქართველი. კი. ცოლს თუ არ მოვიყვან, მოსკოვში არ მივდივარ, აქ დავჩები. რა საინტერესოა ბატონო, ქართველი უკვე კარგი, გადაწყვეტილება კარგი. ბატონო, თქვენ ხო ბევრი ფული გაქვთ? შენ ბევრი წუთი დამც. ბატონო ლევანი, ხა ეს ცოლის მოყვანა კი კარგი გადაწყვეტილება დროულიც არის, მაგრამ რა ხა მაინც ეს ჩამოჩემება რომ აი ცოლი მინდა, ცოლი რატო ცოლი? ცოლი თუ ბავშვი? ცოლი თუ შვილი? შვილი, ბიჭი რა, პაცანჩიკ, ჰა? ბატონო ლევანი. გამაცანი რა, კარგი გოგო გამაცანი რა, ძალიან გთხოვ. კარგი, გაგასტო ბოგოთ ორ მაგარუს გოგოში გაგიწვი. დავაი. ერთი ქერა იყოს. Пожалуйста. მეორეს ქერა იყოს. Пожалуйста. დავაი. კარგი, შევდო. ბადა, ახლა შენ ფული და ხურდა შეთვის დაიტოვე. შენ და ლევანი ამენად გაერთობით, მე და მარინა წავალთ სამსახურში და საღამოს შემოგიერთებით. კარგად ლევანი. მარინა.
მოგახსოვს დღეს მე და შენ ცალ-ცალკე ვიწინებთ. რატო? ეხლა დირექტორი ხალი ხარ და ეხლა სამსახურებრივი რომანი შენს რეპუტაციას აწარმოებს. Ну чё, папа, отец? Ну чё? Давай. მახსოვს ხო? მახსოვს რომ ორსულად ხარ ხო? ლაშა, იცი რა მითხარი, ნინოზე რა ხდება? რა ვიცი ელენე რა ხდება და ხო უთხარი მე ყველაფერი. ხო და მითხრა ნინომ რომ ცოტა დრო უნდა მომცო. ყველაფერი კარგად რო ავწონდავწონო და ისე გადავწყვიტო. მეც დავთანხმდი. ხო და ეხლა ნინოს რა მაწონდაწონის ყველაფერს კარგად მოიფიქრებ და ისე გადაწყვეტს. მე გადავწყვიტე რომ რადიკალურად შევიცვალო. რადიკალურად უნდა შევიცვალო. შეხედე ელენე, შეიძლება ცისფერთვალება ბუთქუნა და მსუქან ლაშაზე უარი თქვას ნინო, მაგრამ ცისფერთვალება ბუთქუნა მსუქან ლაშაზე და ათლეტურ ტანის ლაშაზე უარს ნამდვილად ვერ იტყვის. ანუ მაგარ ტანზე უნდა დავდგე რა ელენე რა, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხო ეს მოკლე დროში არ ვიცი. რეინკარნაციის გჯერა? კი, რა? რა დალაშა? მაგარ ტანზე შენ ვერასოდეს ვერ დადგები. აი მომისმინე, ერთადერთი შანსი გაქვს თუ შენი სული მეორე ცხოვრებაში სხვა ადამიანის სხეულში ჩასახლდება და ოღონდ თუ იმ სხეულსაც არ გააღორებ. ხუმრობა დაისმინდა, კარგი რა ელენე, დაცინვა მინდა კიდე რა დღეში ვარ ხო ხედავ რა. შევიდია, მე ვიცი როგორც უნდა დადგე მაგარ ტანზე. აი, რაიმე სპორტის უნდა დაკავდე, მაგალითად ალპინიზმით. ოღონდ თავიდანვე აღმართებით არ დაიწყო. ჯერ დაღმართები დაიპყარი. იცი რამდენი დაღმართია დასვანებული? გადავაგდებ ეხლა ამას, ესე მიწოც გადავაგდებ აი უნიტარ ეხლა მაგრამ. კარგი დაწყნარდი. არა, თქვენ ვერაფერში ვერ გამოგიყენებთ ადამიანს. რაღაცა მირჩიეთ, არა. მოვიფიქრე ელენე. მოვიფიქრე, იცი რას ვისაო. სპორტ დარბაზში ვირბენ. ვიული სპორტ დარბაზში რა? მე რა? მართლა ვირბენ ელენე გეუბნები რა სპორტ დარბაზში. არა, ელენე მომისმინე, მართლა წავალ სპორტ დარბაზში ვირბენ. ვიული რა, იქ რო ვივარჯიშებ რაღაცა და წარმოიდგინე ხა ხო ვარ დიეტაზე. ანუ დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და უეჭველი მაგრამ ტანზე დავდგები. ხო? კი. მართა მიხელა შევიდია. ვარჯიში კარგია, ოღონდ ადრინდელვით მარტოყმები არა ვარჯიშო, კაი? ელენე, მარტო ერთხელ გადავაგდებ აი უნდა რა. კარგი ლაში, ჩვენ საერთოდ მადლობა თქვი რომ თეკლა აქ არ არის, რომ დაცინვა მე გენახა შენ. ხო, სად არის თეკლა? ზემოთ არის ჩემ ოთახში მოთქვავს, პროდიუსერი გამექცა. მაგას პროდიუსერი გაექცა, მაგრამ მე ორი მამა გამექცა და ხმას არ ვიღებ. ელენე დაუკვირდი ისეთი რაღაცა თქვა ეხლა ნიკამ რომ უნდა გაიცინო, მაგრამ როგორ კიდე ამასე გაიცინო. ეხლა პროდიუსერი ორი მამა გამექცა. კარგი. განაი რაღაცა თქვენ, რაღაცა ემოციას ვერ მოუყარეთ თავს. მამიდა. გამოდი ერთ წუთი რა. აი. მოდი ერთ სერიოზულ საქმეს უნდა დაგელაპარაკო დაჭიქია. აბა. რა გინდა? აი მე დედა, ასეთი სასუდავი სახით რატომ მიყურე? მამიდა დემაზრებს. რა? ბოდი შემიშალა. ეხლა ხომ აქ სერიოზული სახე. კი, მე რა გინდა? რა მინდა და შენი კარგად ყოფნა ბედნიერება და შენი ქონების 20% მეტი არ არის. ბოდიალობ ახლა ამიხსენი წესიერად თუ ღმერთი გზავს. მამიდა არასო ბოდიალობ მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ უკვე დროა. რისი ბიჭო? გათხოვების, უნდა გათხოვდე. რა? ხო, უნდა გათხოვდე მამიდა რა და ხო გითხარი, უნდა გათხოვდე. უიმე დედა, რაღა დრო ჩემი გათხოვებაა? ასე რა გათხოვ შენი გათხოვება. მე დავისმა გავყოთ სულათ ერთი.
აი, საინტერესო კითხვა. ვის უნდა გაყვეთ ცოლად და ლევან სულაბერიძის. ვინ არის ბიჭო? მარინას მას. იმ დღეს რაღაცაზე ვლაპარაკობდი და ასე თქვა რომ ქართველი ცოლის მოყვანა მინდა, ქართველი ქალის ცოლად მოყვანა მინდა და მე მინდა ისე წავიდე რუსეთშიო. დედა, არც ვიცნობ იმ კაცს და რანაირად უნდა გავყვეთ ცოლად. შენ ხო არ გაგიჯებულ ხარ ამ დილ ადრიანა? ხო და რო არიცნობ, ამიდა იმდენ გაქვს შანსი რო არიცნობ. თორე რომ გაიცნო და რო გაგიცნოს, მე კი აღარ წაგიყვანს. ბიჭო! უცხო კაც, როგორ გავყვეთ ცოლად გამაგებინე ერთი? ვინ არის მამიდა უცხო კი არა მილიონერია რა უცხო. და რა გინდა გათხოვდები მე რო გათხოვდები სახს მიყიდი მე მანქანას მიყიდი ველოსიპედს მიყიდი მეტი რა გინდა მცხოვრებაში მithქრები. მეტი საქმე არ მაქვს. ეხლა ხალხს ავალაპარაკებ. დოდო ფერაძე ფულის გამო გათხოვდა. ო, ვილაპარაკონ მე რამდენიც უნდა რა, მამ კარგი რა, ილაპარაკო რამდენიც უნდა რა. ბოლო ეგრე ჟენია ფერაძე ბინის გამო გათხოვდა. ო. ვერე მანანა ფერაძე ნოლცემის გამო გათხოვდა. ვერიშკა ფერაძე ინდაურების გამო გათხოვდა. ო და გოგიტა ფერაძე რატომაც გათხოვდა ექშიც კარგად. სპარტაშორის მამიდა ერთადერთი შენიშნები ვინ სიყვარულის გამო გათხოვდება. ფულის სიყვარულის გამო, ჰა? ერთი გწამს. კარგი მამიდა რა ერთი აი გეხოცები რა შეიძლება რომ ერთი მამიდაშვის მომასწარი მეტი არაფერი არ იყო. წეგან როგორც გითხარი, შენი ქონებს 20% მეტი არაფერი. მე რუსეთში წაგიყვან საცხოვრებლად. ბოლოს ერთხელ ხო უნდა ჩამოყალიბდეთ, ხო უნდა დაფუძნდეს სადღაც არა საცხოვრებლად, ხო? ამანებე თავი ერთი. ამანებე თავი კარგი, არ ვარ მართალი, მართას არ გეუბნები? მანამდე საცხოვრობდი აბა აქამდე. სადა საბერძნეთში? მანამდე? თბილისში? ხო, მანამდე? გორში? კარგი, მანამდე. კასპში? მანამდე? თბილისში? ხო და მაგას გეუბნები მე, ხო, მეც მაგასაც გეუბნები. რა ჯანდაბა მინა ბიჭო რუსეთშია? რატომ კარგია რუსეთში მაგარ დროს გაატარებთ. არაყი მაგარ რუსული არაყი აქ და ჭაჭას წაიღებ. რას გეტყვიცი? თუ ძალიან მოგწონს ეგ ლევან სულაბერიძე, ადექი და გაყევი შენ. გავყვებოდი, მამიდა, გავყვებოდი, ხო, გავყვებოდი, მაგრამ მე ხალხი დაიწყეს პროპაგანდა. შეიძლება ზარის ხმაზე ალერგია ქონდეს და არ უნდა დარეგო. ნელინე გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან გთხოვთ, ორსულად რომ ვარ ზარის ხმა ძალიან მაღიზიანებს და აღარ დარეკოთ ხოლმე, ხო? კი ბატონო, დავაგაგუნებ მაშინ. არა კი, არ დააკაკუნო, მაგაზეც ნერვები მეშლება ხო. დაიძახე. კარგი. მარინა, ოღონდ შენ არა. ნიკა. აი. ისა. თეკლა აქ არის? მაღაზიაშია ჩასული, მალე ამოვა. ყავა, ჩაი? მე არ არაფერი, მაგრამ ისა, ელენე, ახლა მე და მარინა შენთან გვაქვს სერიოზული საქმე. ხო? გისმენთ? ელენე, ხო იცი ხა ჩემი ძმა არის ჩამოსული რუსეთიდან სტუმრად და გამოგვიცხადა რომ ქართველი ცოლი მინდა მოვიყვანო. აი მარინა იცი რა არის ახლა უნდა დავფიქრდე ასე სპეტილებას ასე მალე ვერ მივიღებ. არა კაცო, შენ სხვანაირად გაიქა. თეკლაზე გეუბნები, თეკლა ხო გასათხოვარია და ლევანმა მარინაზმა უწოლოა გაიგე და თან ეზოში დაუნახავს თეკლა და ძალიან მოწონებია გაიგე. ხო, სანამ ცოლსა შევითამ საქართველოსთან აწავალო და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ლევანი და თეკლა ერთმანეთს გავაცნოთ დღეს საღამოს ჩვენთან ვახშამზე. არ მგონია თეკლა დაგთანხმდეს. ჩვენ მაგაზეც ვიფიქრეთ და ერთი რამე მოვიფიქრეთ. უყურე ახლა თეკლას ხომ პროდიუსერი აღარ აყავს. არა. ჩვენც კიდევ ვუთხრათ რომ ლევანო არის მუსიკალური პროდიუსერი. მე აუცილებლად დავთანხმდება შეხვედრაზე. კი? როგორი იდეაა? კარგი იდეა, ძალიან კარგი იდეა, მაგრამ არ მგონია რომ თეკლას მოეწონოს. იცი რა თეკლას ესეთი პრეტენზიული გემოვნება აქვს. იცით პაატა შეყვარებული რო იყო? იცი. იცი და როგორც ხედავ, ამაზე თვალს ხუჭავს. ელენე, ისე ჩემს ძმას არაფერი არ აქვს დასაწვენი. ხო. 4 რესტორანი აქვს, 2 ბარი, სუპერმარკეტების ქსელი, სახლი რუსეთში, მოსკოვში, ანაპაში, 4 მანქანა. აი, მარიხარა, რა სიმპათიური ძმა ყოლი.
კარგი თანახმავარ თეკლა რომ მოვა ერთად დავითანხოთ რომ საღამოს ვითომ პროდიუსერს შეხვდეს. რაიმე რა კარგი იქნება თეკლას და ლევანის ერთმანეთი რომ მოეწონოთ. დაქორწინდებიან, შვილები ეყოლებათ, თეკლა დედა გახდება. ლევანმა ესეთ ასაკშია პირდაპირ ბაბუა გახდება. კარგი. ისე რა გინდა ხა თეკლას მამას ხომ უნდა რომ თავადის სიძე ეყოლოდა არა ხა თავადი არა მაგრამ კნიაზის სიძე. გამარჯობა მეზობლებო. გამარჯობა. და მამიდა მოდი ცოტა ხანი ბიჭები აქტოვე, ხო? და ჩვენი საუბარი გავაგზავნოთ. აბა იფიქრე. ლაშა დროებით. რა ხდება ლაშა? გავიგეთ რომ გამდიდრდით, რამე ფული ვიშოვეთ და მოხოდი ხა რაღაც მომთხოვ ალბათ, ხო? რა აქამდე არ შეგეძლო ერთხელ მაინც მოსულიყავი გეკითხა რა შვებით როგორ ხართ? რა ხდება? რა გამდიდრდი რა შენ ისე ვერ ახარ, ხო? უი მართალი ხარ ხო? ჯერ ჯერ მართლა ისე არ გამდიდრებულა რომ ასე მოვიქცე, ხო? აბა რა შვები ბიჭო, ჩაიყავა რამე ნამსხალი ხსუბუქად ცოტა, არა არ მიდე არაფერი. სპორტ დარბაზში მიდივარ პაატა და ვიფიქრე წამოყვებათ ხო პაატა თქო. სპორტ დარბაზში ლაშა? რა ხდება ლაშა? სპორტ დარბაზში უნდა ვივარჯიშოთ თუ დიდი ბურთები რო არ სავარჯიშო იმად დაიწყე მუშაობა, რა ხდება? არა პაატა, არა. უნდა ვივარჯიშო. ცოტა გამოძავდი, მაგრამ მინდა რომ გავხდე რა. მინდა რომ გავხდე და დაიკლო, ხო? კი. ლაშა მომისმინე და ერთხელ და სამუდამოდ კარგად დაიმახსოვრე. ზუსტად ისე როგორც საქართველოს ვერასოდეს ვერ შევა ნატოში, ზუსტად ისე როგორც ივერია ვერასდროს ვერ გაბწყინება, ზუსტად ისე როგორც ბათუმი არასდროს არ გახდება სინგაპური და ზუსტად ისე როგორც ქართული მონაც ყოველთვის ექნება საეჭო ფერი და ზუსტად ისე როგორც ყენია ვერასდროს ვერ გადავა კარგუნჩი სათამაშოდ ვერასოდეს ვერ დაიკეფა ეგრე შენც, გაიგე? კარგი პაატა, დაკლება არ მინდა, უბრალოდ ისე მინდა წავიდე რომ დავიღალო რა. დაიღალო რა, მე ჩემი წამოყოლა რადგან ვერ ვიყავ. როგორად მინდა, ახლა მე რო წავალ იქ, მარტო რო ვიქნები, ყველა მე შემოხედავ და დამიწყებს დაცინვას. შენ რო იქნები, მე ვიღალ დამიწყებს. რას ლაპარაკობ, რაც მე ჯერ ისეთი მე რათ მინდა. მე რათ მინდა ვარჯიში. მე ხო უნაკლო ვარ, ლაშა. ხო, სულყოფილი ლაშა. კარგი, უნაკლო შეიძლება ხარ, მაგრამ აი ქუჩაში ახლა ვიღაცა რომ მოვიდეს და ესე დაგიწყოს ცემა. გამოგადგება. რატო უნდა მცემოს ვიღაცა? რა ჯერ არ უცემი ხარ ეგრე თუ რა? ხო, ერთი ორჯერ იყო ეგეთ შემთხვევა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ წამოვალ, იმიტომ რომ გზის ფული არ მაქვს. მე მოგცემ. მართლა? კი. ხო, შესასვლელი ფული რო არ მაქვს? მე გადავიხდი. გადაიხდი გზაში რო წვენი მომინდეს? მე მოგცემ. შენ მომცემ და დაუშვათ აი ვერ წამოვალ, იმიტომ რომ კომუნალური გადასახადების ფული არ მაქვს. შენ ახლა კარგი მოდი ორ წვენზე შევთანხმდეთ. ხო? კარგი ორ წვენს ვიყიდი. ერთი თეთრი ბლის, მეორე წითელი ბლის. ხო, რა უნდა გითხრა ხა? იქ რო წამოვალ, ხო? იქ რო წამოვალ, იქ ხო ხტები ხა, იქ ძალიან დიდი გირები ექნება, მე იმის ამწევი არ ვარ, ხო იცი ხა ჩემი ხასიათი, ხო? და ჩემი გირებით რო წამოვიდე, შემატანებე? ეტყვი და შემატანებე, ხო? მაშინ ესეც ცოტა მძიმეა და გეხოცები რა ოთახშია და გამოიტანე მანამდე მოწასვიდები და. კარგი, გამოიტანე, ხო? ესე ვიანც მე? მარინა, ეს საქმე თუ არ გამოვიდა, მე და შემედივართ ქორწინების სახლში. ქორწინების სახლში რა გვინდა გია? ხო თქვა რომ უცვლოდ აწავალ აქედან და მე შენ გაგშორდები, გავყვები ლევანმას და იქნება ასე მეც მოვშორდები. რა ჭირდება? მოიცა, იმზად ვარ. სანამ კარს გააღებთ, მინდა რაღაც იცოდეთ. რა? ნუ ახლა როგორც ყოველთვის ეს ყურსასმენე მე ტყუილად მიკეთია და უფროსების საუბარს გულდასმით უსმენდი. ხო და შემიძლია თეკლას მოვახსენოთ თქვენი ჩანაფიქრის შესახებ. რას ვითხოვ ამის სანაცვლოდ? სხვა სიტუაციაში შეიძლება მომეთხოვა Xbox-ი, PlayStation 4-ი, iMac-ი, მაგრამ ამ მომენტში ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია ეზოში ჩასვლა. ამიტომ მინდა რომ ეზოში ჩამიშვათ. რა მაგრა ჩამოვაყალიბე. თავისუფალ თემაში მასწავლებენ 0 კლასს მიწერდა სულ. ელენე! კარგი, ჩადი ოღონდ 1 საათით. გამიშვი ხო? გიშვებ. მიშვებ? აუ ერთ წარმოვიდგენდი ასე უცებ თუ დამთახდებოდი. Yes! მოდი თეკა.
გამარჯობა. გიას და მაგნეს შენთან საქმე აქვს. მართლა რა საქმე? მოკლედ თეკლა ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ახლა მღერი სიმღერებსაც წერს ხო? მაგრამ სამწუხაროდ აღარ ყავს პროდიუსერი, ხომ ასე? არა, ხო. ჩვენთან ოჯახში, ჩვენი ოჯახის ახლობელი არის ჩამოსული რუსეთიდან, მუსიკალური პროდიუსერი. ხო, და ჩვენ მე და მარინა მოვუღებით ახლა შენ შესახებ და ის დაინტერესდა შენი და უნდა შენი გაცნობა. აიმე მართლა? მართლა. ოღონდ იცი რა არის? ცოტა რაღაცა საქმროსავით პროდიუსერია რა. პროდიუსერია, ისეთი კეთილია, ისე მოგივლის, თავის სახში გაცხოვრებს, მოგეფერებს. ძალიან კარგი პროდიუსერია, თუმცა რას გელაპარაკები, ამდენ საღამოს შემოდი ჩემთან და გაგაცნო. კარგი, გიტარას წამოვიღებ. არა. და მარინას მიეხმარე სუფრის გაშლაში. ხო, იცი ახლა მე პროდიუსერია ადამიანია, ყველაფერს აი კლიპის თვალით უყურებს რა. და მოიცა ჩემი სიმღერა არ აინტერესებს? არა, უფრო მეტად აინტერესებს მაგალითად აი როგორი ხასიათი გაქვს, ხდები? აი როგორი ოჯახიდან ხარ, ანერი კულინარი ხარ, ხდები? ის თვლის რომ აი ეს თვისებები მომღერლისთვის აუცილებელია. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ. წავედი მე. ნიკა, ჭკვიანად იყავი, არ ირბინო, გაიგე, თორე გაცივდები ისე. ხო, ვიცი რომ ნიავიც არ უნდა მოხდეს. ჭკვიანად. ნიავი არ უნდა მოხდეს. ჭკვიანად. თეკლა მომისმინე. ამ პროდიუსერს თუ მოეწონები, მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხო. თავი მოეწონები. ხო. ვაიმე, რა იყო, ნიკა, რა მოხდა? ისე გამიხარდა ორი კვირა ეტო შენ რა ყოფილარ და ისე გამიხარდა შენ რომ გამიშვი რომ ვიფიქრე სიხარულით 5 კიბეს გადავახტე მეთქი და დაუგორდი და მე მგონი მანა ვაიმე გასიებულია ორი კვირა ეს ბავშვი ვერ გავალ სახლიდან და ლაშა გინდა გაჩვენე როგორ ჩავიქროლებ დაღმართზე? გაჩვენე მიყურე ერთი წუთი გეხვეწები ერთი წუთი მიყურე. ლაშა როგორი არასწორი. ლაშა. დამანები რა თავი რა დამანები. ისე გურძნობ რო 16 კილო დავიგე. და მე რო ნორმალური ვარ იმას თუ გრძნობ. შენ. მაშინ მეგობრულად გეტყვი, როგორც მეგობრებს შეეფერება, რომ 16 კილო კი არა 16 გრამი დაიგელი ლაშა. არ მინდა შენი მეგობრობა. მაშინ სულხანი ცისფერთვალება და ბოროტი ბიჭი ხარ, აი ეგრე. ერთი გამაგებინა, რატომ მეგობრობ შენთან და მეტი არ მინდა არაფერი? იმიტომ რომ შენ ხარ არანორმალური, არა ხარ ნორმალური. და მე თუ არანორმალურებთან მეგობრობ, გამოდის რომ მეც არა ვარ ნორმალური. რა გამოდის? ბადა, სულ შენი ბრალია რომ მე არა ვარ ნორმალური. ერთი წუთი მომისმინე რა. ლაშა, შეიძლება მე არ ვარ ნორმალური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენზე 38 კილოთი ნაკლები ვარ და დედამიწა საერთოდ არ ვაწუხებ, გაიგე? რა გინდა გამაგებინა? მოდი მივარჯიშოთ და დამანებეთ საერთოდ თავი რა. საერთოდ რას მოდიოდია გამაგები? შენ არ მითხარი, წამოდიო, შენ არ მითხარი. მე რა გითხარი, რატო? იმიტომ რომ გიყვარ ვარ და მაფასე. კარგი, მივარჯიშოთ მეგობარო, ვარჯიშოთ. ბაშა. პუბლიკი გინდა? კი. მართლა მაგრად. ხო, კომენტარი წუთი ხომ მოგიტო. აი, ლაშა ეს გამო. ხო, შენ ახლა მაინც დიეტაზე ხარ ხოვტები? რკინის ნაკლებობას განიცდის შენი ორგანიზმი და აი ეს ჩაუჯეგი დილამდე ხეჭე, მიდი, გამომატ. გაუკეთო? ხო, მიდი. აჰა, მერე. კიდე დამატე. აჰა, მერე. კიდე დამატე. კიდე დავამატო? აჰა, მოიცადე. აჰა. მერე. დამატე. აჰა, მოხენი. რას მე მაიმუნები ლაშა ეხა რა გავარჯიშე ბატ რა გინდა გავარჯიშე კი არა ლაშა დამიზლავ თუ ეს ხოლო რომ მოხსნა ამას და მარტო ეს რომ დარჩეს მაინც ვერ აწევა მას რას ვერაწ ეხლა გაჩერდი ერთი წუთი არაწიო მეთქი გეუნები თორე მე მეორეთ ხო სახში წამსვლელი აღარ ვარ და შენი სპორტული შარვის მონტანი აღარ ვარ მეორე აღარ აწევა
ავიღალე რა. კარგი მაშინ სარბილბილი ბილიქზე ვიო ხო. საიტი. გაანე ბელაში მაგ სარბილ. დაიღალე ხო ბიჭო. მომისმინდა შეიშვი ამ სარბილს თავი რა შენ ჭირდება მრგვალი ტრენაჟორი ესე სიყობით რო იმარჯვა ხუთა შენ რო ირბინო ხოლმე ხო? მაგრამ შენი ხასიათი რო ვიცი ხო ესე ჰამაკად გამოიყენებ ჩაწორი და ესე გაერთობ. გაიცნობ. ბადა შენ რო დამცინე იცი რომ საათში კილომეტრ ნახევარს არ ვითარებ ხოჭა რა კილომეტრ ნახევარ შენ ისეთი ბოთე ხარ რომ ფეხით რო გაიქცე მე ამას დავგები და მაინც გაგასრებ გაიგე რანაირად გამასწრებ რანაირად გასწრებ ჩადი გაჩვენებ აბა მოდი აბა რანაირად გამასწრებ ისე კლარი შენ მაგაზინები და მე გავიქცებ აი აქ ხო დავდგები მე შენ რო გაიქცევი მე აი ეს მუხლები დავდგები და აი ესე გაგასრებ აი ესე მაინც გაგასრებ კი უნები და გამოჩა ნორმალური ნუბოდიელ რაღაცა გამიშვიდი ლაშას თუ ზედმეტად სექსუალურად გამოვიყურე ცოტას მოხსენ მითხარი და რას მოხსენ რას ბოდიალო ჩამოდი მან ბიჭო ნახე რა მაგარი გოგოა ნახე რა შენ რას ბოდიალო ნახე რა მაგარი შეპადამას ვერასოდეს ვერ შეაბავ მაგრამ რას ვერ შევაბავ ლაშა ვერ შევაბავ ვერა დამაცადე ერთი წუთი აბა დამაცადე ერთი წუთი რა შენ თუ ეხლა იმაზე დაიბოღნე რომ მე დაგასწრებ და მე ავიღე პირველმა გამომართო და ჩამოიწვი მაინც კამარიდან გიგო ბოღბაც გეუბნები რა შენ ვერანაირად ვერ მოახერხებ ამის შემდეგ დამანებე თავი ერთი წუთი რა ეს ჩემი შანსია და გამანებე ეხლა თავი ერთი წუთი რა სხვები აწევენ ლედი, ხო? გადი ერთი წუთი ბიჭო, რაღაცა გამაკეთები მე ჩადი ერთი წამით ხვევით რა. მიდი. Taram-dam. 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 Tararararara. Tararararara. ინა გამწავით ის გასაკეთე. ვინ არის? ბადა ხო გეუბნები რომ ვერანაირად შეება ამ გოგოს. ვერანაირად. აი მე რო შეყარებოდა ტონინოზე. აი ეს ამ გოგოს კი ნამდვილად შეყარებდა. ჩამოდი რა. გასაკეთე, კაცო, გასაკეთე, გადი. გასაკეთე. ბიჭო, ვითომ სხალი ხარ და ვარჯიშო ვიღაც მიხდება მოდი ერთი წუთი. გადი მე და ჩაგარყავი ხა თავში და რა ჩამბაქო რა ისე მიგობი რა გწეს გეუბნები შენ არანაირი შანსი არ აქვს ამ გოგოს აი მე რო ნინოზე არ ვიყო შეყარებული ეს გოგო ჩემი გახდება ბაში დამიზლავდეთ რომ ეს შეაბავ მეთქი დამიზლავდეთ თუ შეაბავ მე არაფერს არ ვისურვებ გაწყობს ას ბოდიალო პედი გამაგერია რა ბოდიალო იცი ბატა მე რამდენი გოგოც ამყავს შემოდი ხო იმდენი გრამიტრი რომ მოგემატო შენ მეტი კი არ გინდა აი ამდენი 25 არა ის ხო 25 25 კარგი ერთხელაც ლაშა და მე რაც ინდა ისკენ კარგი გიხოცები გითხარი რაღაცა როგორ შევაბა ვერაფერს ვერ უნები ხო ხიდა რა გითხარი რაღაცა გიხოცები რა უნდა გითხრა ბარა შენ გეუბნები რომ არაფერი არ გამოგივა მეთქი ხო აი არაფერი
აი ხო მე რო ვიყო, აი წარმოიდგინე, წარმოიდგინე, ხო? გადადი. აი ხო შენ თუ არ გჯერა, რომ მე ამ გოგო შევაკო. აი წარმოიდგინე რომ მე შენ ხარ გოგო. ხო, მე და მე მოვდივარ შენსკენ. ეს აი რას ვფიქრებ ჩემს? რას ვფიქრებ და ვინ შემოუშვა ეს ძროხა სპორტდამაში? უმრობის გარეშე გეტყვი. აი მართლა ხა. შემოვდივარ და მართლა რას ვფიქრებ? აი მოვდივარ. რა კარგი, მაშინ კარგი, სიმართლეს გეტყვი, მოვდიხარ ჩემსკენ ვარ გოგო. გემყურებ და ვფიქრებ. ეს ქერა, ცისფრთოლება, ცოტა პუტკუნა, საშუალო სიმაღლის ბიჭი, რომელიც ძროხას გავს ვინ შემოუშვა სპორტდამაში? პატარა. კარგი. აი ხლა მივონი ამ გოგოს შევაკო. ოღონდ შენ დასაფიქრებ. თორე იცოდე რომ მე ნინოს ხო არაფერი და არავინ არ მირჩევ. კი ბატონო, ვიდი, ოღონდ თილათი ყავი მაინც გოგო არცევს მიდიო. იმას უყური რა. აი, და უკვე პაკეტი მოვიდა. კი, არ უნდა მაგას. ხო. მიდიო. გამარჯობა. მე ლაშა მქვია, თქვენი სახელი? ვაი! ვინ არის ლეგენდარა მთელი საღამო მაწუხებს ბოლო-ბოლო რა ხდება გაიყვანე თან კიდე ჩარტყით რაღაცა გააკეთეთ რა აი ესე მალე თეკლაც მოვა აბა ნახოთ როგორც 20 წლის ბიჭი. 20 წლის ბიჭი, რომელიც 54 წლის კაცებით გამოიყურება. მომისმინე? ეხ უცბად, ნუ მიახლი, ცოლად გამომყევით ხო? ჯერ გაიცანი, დაელაპარაკე, მოხიბლე. არქი მარინა, ლევან სულაბერიძეს არაფერი არ შეეშლება, არაფერი. გააღე, თორე რაც უფრო გვიან გააღებ, მითომ რომ მეტი ასაკი მოემატება შენ ძმას. მოდი, აი, გაიცანი ეს ლევანია რო გელაპარაკებოდი, ლევანეს თეკლა. სასიამოვნოა ძალიან. მოხიბლული ვარ, მოხიბლული. თეკლა გამარჯობა, თეკლა. აბა მოვზადით, დავზადით, აბა ისაუბრეთ. ჩვენ აქ ვისაუბრეთ. ხო. ბატონო ლევან. არა. უბრალოდ ლევან. ლევან. მარინამ და გიამ თქვენზე რომ მითხრეს ძალიან გამიხარდა და მივხვდი რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გააჩნდა. მღერი ხართ? დიახ. თეკლა, ლევანს უნდა დაეკითხა რომ სიმღერებსაც წერთო? დიახ, თუ გინდათ გიმღერებთ ბოლო სიმღერა ლიფტებზეა. არა, არ გვინდა ხა სიმღერა. აი ყველაფერი კარგად რომ დამთავრდება ბედნიერად, აი მე რევა სიმღერა ლიფტებზეს და კარგი. ვაუ. გამარჯობა, მეზობლებო. გამარჯობა ბატონო ლევან. ნება მიბოძე წარმოგიდგინოთ. დოდო მამიდა. ბატონო? რა ხდება? რა ხდება ხაბატონო? უკაცრავთ. რა ხდება ხაბატონო მარინა და მე და დოდო მამიდან ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ ვაწყობს. რა გაწყობთ? დოდო მამიდას მდიდარი ქმარი, მდიდარი ბიძა. დოდო სასიამოვნოა. ბატონ ლევან, გაიცანით დოდო მამიდა, გაიცანით, მაგრამ უფრო დაწვრილებით რო აგიხსნათ, მეზობლები ზედმეტ სახელად ვის ოჯახშიც ეს შებას ეძახიან, ხო? მეც გამაცანი მამიდა. მე ესაა თეკლა. მე რა ცუდია, გენაცვალე მეტყველების დეფექტი რო გაქვს. არა და შემოგხედავს ადამიანი და დიდი არაფერი. ბატონ, დაიგო. ეხლა მე მგონი ცოტა უხერხულია რა, შენ და მამიდა შენი აკეთებთ ახლა. რა არის უხერხული ხარ? რას ლაპარაკობ? გია, რატო არის უხერხული ვერ გავიგე? გაჩერდი ერთი წუთი. ბატონ ლევან. რაღაცა ეს ოთახი ზედმეტად გადანათებული არ გეჩვენებათ? რა ხდება გიამზე ხო არ შემოდის? არა, დოდო მამიდა ეს შენი სილამაზე ასხივებს. კარგი რა პატა. პატივცემულო ლევან. თქვენ მოსკოვში ცხოვრობთ? დიახ. ცივი ქალაქია მოსკოვი? საკმაოდ. მე გავათბობ
განაცრავად, ქალბატონო დოდო, თქვენც მღერით? მის მინდა გენაცვალე, მღერი კიდეც, ვცეკვავ, ვხატავ, ვსოვ და გადასარევ ტოლმას ვაკეთებ. აი, რა მეთორე შათვალე ძმა დაკარგეულე. თეკლა. რა ლამაზი თმები გაქვს, არა ლევან? მეც არ წავალ ერთი წელიწადი სალონში. არ შევიღებავ, არ დავივარცხნი და მექნება ასე. არა ლევანიკო. თეკლა, მოდი ხაერზე გავიდე. დიახ. ვაიმე, ისე მიყვარს ჰაერი. ვგიჟდები ჰაერზე სეირნობაზე. ჩემი სტიქია მარინა ჰაერი. ბატა. დასაკეთე, აი რა არის ხლა? ხო ხედავ რომ ჩვენ თეკლას ვასწავლობთ ლევანს, ნუ რა. ხედავ გია, მაგრამ შენ კარგად იცი რომ თეკლას ადამიანი არ შეიყვარებს. შენ ხო გიყვარდა? მე ვთქვი ადამიანი ქალბატონო მარინა ზიარსებებს. ხო, ზიარსებებს შეიძლება შეუყვარდეთ, ხო? კარგი რა, ბატა, სიცხვილეა უკვე რა. ისი რა მოგიდე ახლა მამიდაშენ ხელი და გადით ახლა აქედან. რას ლაპარაკობ გია, ვისთან არის სიცხვილე? თეკლასთან? იმდენი სიკეთება მაგისთვის გაკეთებული. რა? რო გავშორდი? აი ეგ. აბა ეხლა ხო შეიძლება რომ ჩემი წყალობით კიდე ჩემთან ყოფილიყო, ჰა? აი, არა, რა უნდა გელაპარაკოს კაცმა? ხო და არ მელაპარაკო. შენს კარგად იცი ეხლა გია რომ ლევანისთვის დოდომავიდა უფრო ჯობია ვიდრე თეკლა. ბოლო-ბოლო დოდომამიდას მეტი გამოსვლება აქვს მოხუცების მოლოში, ხო? გია, შენ არ ინერვიულია. მე არ ამგონია რომ ლევანმა თეკლას დოდო ამჯობინოს. არის მან არის ადამიანის რომელმაც საქართველოს რუსეთი ამჯობინა ყველაფერი ამოსალოდნებს. ამ თემს ერთი წუთი არ დავდებ ხო? არ დაგენანოთ კარგი საქმისთვის მიდე ხარ ახტებ ეს გამოვი. ბარემ რო გამოვი რა შაანტროვენ და ესე რო აღარ გავწელოთ რა ხო ხდებით რა ისე. ბატა არავის არ უთხრა იცოდე რომ კაკი შეყვარებულმა მცემა გაიგე? რა მინდოდა რა ხო ვარჯიშობდი ჩემთვის სულ შენი ბრალია რა სულ შენი ბრალია რა გინდოდა გამაგებინა რა არის ლაშე ჩემი ბრალი რა არის გოგომ როგორ ცემა ბიჭო გოგომ როგორ უგამაკიჟე გოგომ როგორ ცემა მიდია მეჩხუბე მიდი არა ლაშა მე მაგას არ ვიზავდი მე კაკი ძალიან დიდ პატივს ვცემ და იმის შეყვარებულს ეგეთ რაღაცას არ გაუბედავდი შენერი ხამი კი არა ვარ რაც ქვია ჩემ მე ახლა მე იმიტომ ის რომ ახლა მე გოგო იყო და ხელს ხო ვერ დავარტყავდი გოგო იყო თან ერთი ორი მოუქნე და მიმბლოკა და ისე ლაშა დავაკვირდი და კლასოზე რაც იწყება ყველა მცემა რა კაკი ხო მცემა კაკი შეყვარებულმა ხო მცემა და შენ ალბათ კუც მოგერევა რა ვიცი მოდიალობ რაღაცა სისულელეებს რა აი მე ეს ყველაფერი ნინომ რო გაიგოს ეს რო ნინომ გაიგოს რომ მე გოგოს და რაღაცა და კაკი შეყვარებულმა სუდად იქნება ჩემი საქმე ნინომ რო გაიგოს სუდად იქნება ჩემი საქმე ბატა კარგი რაც გინდა მთხოვე ყველაფერი შეგისურვო მართლა ხო კარგი მაშინ აი სადაც ხტკივა იქ თით დაგაჭერ ხო არ შე ნორმალური მოდი შეიძლება ხო ხო მოდი ნუ მანდხე ხო კარგი მოიცადე ცოტა მოვკალათდება რა გინდა